აბა ეგ დანამტყო. ოპა, ოპინელი. ოპინელი არის სხვადასხვა იმის, რა ქვია, ზომის დანებია. ეს არის სნაიპერჯის დანა, ყიდიან ყველა ზომის ოპინელს. ხო და იმათ გვითავალდეს, ეს არის საერთოდ მეთევზეების დანა. მაგრამ ეგრე პოზიციონი მაგარი მჭრელია. ხო და წყალში ჩაგივარდეთ, იტივტივებს. ძალიან მაგარია. მოკლედ. ოპინელი საქმეში გავუშვით, ბატონო დავით. ეს. ძვალი ცოტა გაშავებულია, მაგრამ არა უშავს, ტვინზე არაფერია შეხებული, იმიტომ რომ ვერსად ვერ დავახერხინეთ, ავიღე და ბოლოს ბარგალკით გადავჭერთ. ბარგალკა იცი რა არის ბატონო? კი. რა არის აბა? მარკინეს რო ჭრიან ხოლმე. აი მაგითი გადავჭერთ. და ერთი ქვაც გაგვიფუჭა. ამიტომ რთული მოსაპოვებელია ეს ტვინი რო იცოდე შენ. საერთოდ არა ადამიანს ტვინი ჭირდება. შენ რა სიტყვა? კი. თუ კაცსა ტვინი არა აქვს, რა მოხდება? ვერ ვიარსებებ. გასტანჯავს უცი სოფელი. მაგრამ ეხლა ისეთი დრო მოვიდა ბატონო დავით, რომ უცი სოფელი კი არ ტანჯავს. უტინო ხალხი ტანჯავს უცი სოფელს. აქეთ. ეს. აუ ეს იქნება ძალიან მაგარი რაღაცა რა. გასინჯული გაქვს? კი. გემრიელია? გემრიელი კი არა, ძალიან გემრიელია. უგემრიელესი? აი, მე შენ ამას გაჭმე, ეს არის არყისი მისაყოდებელი რაღაცა რა. მე არ ახსოვს. არა სოდო ვინ დაგალევინებს. მე და მიდი. აი, მოიცი. ესე. მეურეს მიში. ესე. ჩავდოთ. მოკლედ, თუ ამას გადაწყვიტათ რომ გააკიდეთ, ყასაბთან მიდით, ერთი კაი კაცია ვინც ხორცს აყიდის, იმან